გამარჯობა. ივნისი არის კაცების ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლების თვე. და შეიძლება ბევრისთვის ეს სასაცილო იყოს, მაგრამ მე წლების წინ დავკარგე მეგობარი სიჩუმის გამო, რომელმაც სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. მხოლოდ იმიტომ, რომ მას გულში სტკიოდა, მაგრამ არსად არ თქვა. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვზრდიდნენ და ბევრიც ახლა ასე ზრდის ბავშვს, რომ ტკივილი გულში უნდა ჩაიკლა. შენ მამაკაცი ხარ, შენი გამოხატვა ნებისმიერი სახის ან დახმარების თხოვნა სისუსტეა. რაც ძალიან გავრცელებულია საზოგადოებაში და სამწუხაროდ ბევრი ძალიან ცუდად ასრულებს. თუ შენ ხარ ადამიანი, ვისაც გიჭირს დახმარება გჭირდება, ან უბრალოდ საუბარი, შეგიძლია მომწერო და შეგვიძლია ვისაუბროთ ამაზე. შეიძლება ერთმა სიტყვამაც კი გადაარჩინოს თითოეული ადამიანი. არსებობს კაცების ჯგუფი, სადაც ძალიან ბევრი კარგი ადამიანია გაწევრიანებული და უბრალოდ მანდ რო პოსტი დადოთ, თუნდაც ანონიმურად, რომ დახმარება გჭირდებათ, ან უბრალოდ საუბარი, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოგეხმაურება. სამწუხაროდ ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში ძალიან შესუსტებულია მდგომარეობა. შეიძლება ძალიან ძლიერი ადამიანი იყო. შენ ხარ ძმაკაცი, მამა, შვილი, ქმარი, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებ ოჯახისთვის, მეუღლისთვის, შვილებისთვის, მეგობრებისთვის და ბევრს ეხმარები. მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება შენ თავად გჭირდებოდეს დახმარება და რაღაცის გამოხატვა. შეიძლება ყოველდღე თითოეულ ადამიანი იცინოდეს, იღიმოდეს, ძალიან ბედნიერად ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში გულში დიდი ტკივილი ჰქონდეს. და ამ ყველაფრის გულში დატოვება და ჩაკლა ნელ-ნელა ბზარებს გვიჩემს და საბოლოოდ გვამსხვრევს. ძალიან გთხოვ, თუ შენ ხარ ეს ადამიანი, შეგიძლია მომწერო, კომენტარი დაწერო, ან როგორც გითხარი, არსებობს კაცების ჯგუფი, სადაც შეგიძლია დაწერო და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ გამოგეხმაურება, რომ დაგელაპარაკოს. მინდა რომ ეს თვე და არა მხოლოდ ეს თვე ნელ-ნელა გამოჩნდეს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ, შენ მარტო არ ხარ და შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ. რა თქმა უნდა, ეს არ ეხებათ არაკაცებს, ქალის მკვლელებს და იმ ადამიანებს, რომელსაც ლოყა უწითლდებათ. ყველას წარმატებებს გისურვებთ და იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ და ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ. და გამოხატვა და ტკივილის გამოჩენა არ არის სიცხული. წარმატებებს გისურვებთ.